მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ შეკითხვას, რა არ ყოფნის ურთიერთობაში. გაშლა არის უნიკალური, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს თანამშრომელი, ოჯახის წევრი, უფროსი, პარტნიორი, ნებისმიერი ადამიანი, მოკლედ, ვისთან მიმართებაშიც გაინტერესებთ, რომ გაარკვიოთ, რა არის ის დეფიციტი, ის ნაკლოვანება თუ ის სურვილი, რასაც ეს ადამიანი ისურვებდა, რომ ყოფილიყო თქვენ შორის, მაგრამ არ არის, ან ვერ არის ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გათვალისწინებით, ხო? აქვე შეგახსენებთ ჩემო ძვირფასებო, რომ ერთი კვირის განმავლობაში, მხოლოდ მიმდინარე კვირაში, მოქმედებს განსაკუთრებული ფასდაკლება და შეთავაზება 1 საათიანი კონსულტაციისთვის და ვისაც დაგაინტერესებთ და პირადი გაშლები ხშირად გითხოვიათ ჩემთვის, მაგრამ რაღაცომღაც მე თავი შეგიკავებიათ. აი ეხლა გაქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობა ისარგებლოთ ამ უნიკალური ფასით, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს. ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ, გელოდებით ყველას პირად შეტყობინებაში. ნახოთ ეხლა რა არ ყოფნის ადამიანს ურთიერთობაში, მაგრამ იმისათვის რომ გავიგოთ ეს გაშლა თქვენია თუ არა, ჯერ ვნახოთ ადამიანი, ვიზეც ჩაიფიქრეთ ის ადამიანია თუ არა. ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. მოდი იყოს ვარიანტი მესამეც. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე, ვარიანტი მესამე. ამ დასტით დავახასიათებთ და ამ არკანებით დავახასიათებთ ადამიანს, ვიზედაც უსმენთ კონკრეტულ საჯარო გაშლას. საინტერესოა დასტის ბოლოს იმპერატორი მოვიდა. დააკვირდით კარგად არკანებს და ისე აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო, მშვიდად აირჩიოთ და შემდგომ განაგრძოთ ყურება. მე კი გადავალ უკვე პირდაპირ პირველი ვარიანტის გარჩევაზე და ვნახოთ, რომ ვინ მოვიდა აქ. თასების მეფე ჩემო ძვირფასებო, თასების მეფე მოვიდა პირველ ვარიანტთან. პიროვნება, რომელზედაც ჩაიფიქრეთ, მოკლედ აღწეროთ ახლა ამ ადამიანის ენერგია. მამაკაცებისთვის, ქალებისთვის ენერგიას ხშირად მეკითხებით ხოლმე, არ გააჩნია სქესი ჩემო ძვირფასებო. კი, ხშირ შემთხვევაში შეიძლება მამაკაცის არკანით გამოსახული იყოს თვითონ მამაკაცს აღწერდეს კონკრეტულად, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ქალბატონი, რომელსაც გააჩნია მამაკაცური ენერგეტიკა და პირიქით, ხო? აქედან გამომდინარე ენერგიას არ აქვს სქესი, უბრალოდ ვისაუბრებთ დღეს იმ ადამიანის პიროვნებაზე და იმ ენერგეტიკაზე, რომელიც მას გააჩნია, ხო? თასების მეფე პირველ ვარიანტთან ეს არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ თავდაჯერებულია პირველ რიგში. მან იცის საკუთარი თავის ფასი, იცის რომ საზოგადოებაში შეუძლია კონდეს გარკვეული ტიპის სტატუსი და ამ სტატუსს სხვათა შორის თვითონაც ძალიან კარგად იფერებს და ატარებს. თუმცა ეს არის ადამიანი ძალიან მგრძნობიარე ბუნებით, შინაგანი ბუნება აქვს ძალიან მგრძნობიარე და ისურვებდა, რომ მის გვერდით ყოფილიყო ასეთივე მგრძნობიარე ადამიანი. ოღონდ ემოციურობა და მგრძნობიარეობა სულ სხვადასხვა რამეა ამ შემთხვევაში და პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ ხომ, ემოციური ნაკლებად შეიძლება იყოს გარეგანი გამოხატულებით, მაგრამ მგრძნობიარე, თანამგრძნობი, ემპათიური ბუნება ნამდვილად გააჩნდეს. ეხლა ვნახოთ რა არ ყოფნის ამ პიროვნებას თქვენ მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს ურთიერთობაში, რა არ ყოფნის. ვნახეთ რა არ ყოფნის პირველ ვარიანტთან ამ პიროვნებას ურთიერთობაში. ვნახოთ აბა. 7-იანი ხმლები, 3-იანი ხმლები, არკანი შეყვარებულები. დასტის ბოლოს არკანი ვარსკვლავი. ურთიერთობაში რა არ ყოფნის და არ ყოფნის ზუსტად აი ეს ვნება, რა თვალსაზრისით ვნება, ნახეთ,
აი ზუსტად ეს ორი გული, ორი სული ერთმანეთთან რომ შეერთდება და ჩემი ნაწილი როა, მუდმივად რომ მინდა რაღაცა შეხება მქონდეს, მუდმივად რომ მინდა აზრთა გაცვლა გამოცვლა მქონდეს, ხო? მუდმივად რომ მინდა ვეკონტაქტო, თუნდაც აი ფიქრებით ვეკონტაქტო, ტელეპათიურად ვეკონტაქტო, ხო? აი ეს არ ყოფნის თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს აი ამ ურთიერთობაში. ისურვებდა, ნამდვილად ისურვებდა, ნახეთ როგორი გულდაწყვეტილია ეს პიროვნება. სამიანი ხმლების მდგომარეობით და აგერ მოვიდა როგორი შეყვარებულების არკანი, ხო? მუდმივად ისურვებდა თქვენს სივრცეში ყოფნას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ახერხებს. ამავე დროს ნახეთ როგორი თავშეკავებული პერსონაა წარმოდგენილი არკანით, ამ თასების მეფის არკანით აქ. ეს არის ადამიანი, რომელსაც როგორ გითხრათ, უჭირს საკუთარ შეცდომებზეც მათ შორის საუბარი. შეიძლება უჭირდეს. ანუ კი ფიქრობს, კი უნდა, კი ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ არ ყოფნის, ანუ გამბედაობაც არ ყოფნის. სხვა შორის აქ პირველ ვარიანტთან იქნება სიტუაციები, როდესაც ესე დაზვერვის მსგავსად მოვა და შეიძლება ამოწმდეს თქვენ სოციალურ სივრცეს. ესეც შეიძლება იყოს. მოდი კიდევ ნახოთ რა არ ყოფნის პირველ ვარიანტთან ურთიერთობაში თასების მეფის ენერგიის მქონე ადამიანს. რა არ ყოფნის ურთიერთობაში? ნახოთ ამან კიდევ რა არ ყოფნის. პენტაკლების ტუზი, არკანი იმპერატორი, არკანი იეროფანტი, რამძიმე პერსონაჟი გყავთ ჩაფიქრებული. იმ გაგებით, რომ აი ძიმე არტილერიაო რო იტყვიან, აი ზუსტად ეგეთი ადამიანია ხა ჩაფიქრებული და მოსული ჩემთან. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც წეგანაც რო ვახასიათებდი ამ ენერგიას, სტატუსი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. შესაძლებელია ურთიერთობაში, ანუ რომელშიც თქვენ იმყოფებით, ხო? ზღუდავს მას ეს გარკვეული სოციალური სტატუსი. ზოგიერთს მაგალითად ზღუდავს შეიძლება ოჯახი და ქორწინება. ზოგიერთს ზღუდავს მაგალითად ის, რომ არის რაღაცა გაერთიანების ლიდერი, წარმომადგენელი და არ შეშვენის, რომ სხვანაირი იყოს, ვერ იზამს, რომ სხვანაირი იყოს, აი მე ხალხი რას იფიქრებს, მე ის რას იტყვის, მე ეს რას იტყვის. აი ესეთი ადამიანია, მისთვის ეს სოციალური იმიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი და არ ყოფნის, კი ბატონო, აი გვანახა პირდაპირ, არ ყოფნის ის ვნება, რომ აი მართლა ვნება, რასაც ქვია, სურვილი, აი ძალიან დიდი სურვილი, დაუოკებელი სურვილი, რომ გააკეთოს რაღაცა სხვანაირად. აქ შესაძლებელია სხვათა შორის შეყვარებულის არკანის მდგომარეობით, აქ იყოს რაღაცა სწორედ ეს დაბრკოლება სოციალურ სტატუსთან მიმართებაში, აი რაღაცა განსხვავება არსებობდეს, რაღაცა ბარიერი არსებობდეს, რის გამოც ეს ადამიანი არის ზუსტად ესეთ გულდაწყვეტილ მდგომარეობაში. ანუ თქვენ ორს შორის იყოს რაღაცა ან ვიღაცა ისეთი გარემოება, რომელიც ამ ურთიერთობას განვითარების საშუალებას არ აძლევს, იმიტომ რომ თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისთვის ეს განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც თქვენ ორს ერთმანეთისგან განგასხვავებთ, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეარყევს მის პერსონას. შეარყევს მის სოციალურ იმიჯს, მის სტატუსს საზოგადოებაში და ამ ეტაპზე ეს ადამიანი ფაქტიურად არ აპირებს, რომ მოიმოქმედოს რამე. ჯერჯერობით მე აქ ვერ ვხედავ, რომ რამეს მოიმოქმედებს. მოდი აბა ვნახოთ რა არ ყოფნის ურთიერთობაში. კიდევ გავიგეთ, ეხლა ვნახოთ მოიმოქმედებს თუ არა რაიმეს აი ამ სურვილის შესასრულებლად, რომ ეყოს ის რაც არ ყოფნის. არკანი იმპერატრიცა, არკანი პენტაკლების მეფე, დედა მიშველეთ, არკანი ექვსიანი კვერთხები,
არკანი სამსჯავრო, რა საინტერესოა. ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტო. მე გითხარით, რომ ჩაიფიქრეთ აქ ძალიან ძიმე არტილერია თქო და ნამდვილად ეგრეა, იმიტომ რომ იმპერატორთან ერთად მოვიდა არკანი იმპერატრიცა, ანუ წყვილი, მოვიდა აქვე პენტაკლების მეფე, მოვიდა იეროფანტი და მოვიდა 6-იანი კვერთხები. რო გითხრათ, რომ ეხა ეს რამეს მოიმოქმედებს ამ უახლოეს პერსპექტივაში, ძალიან მოგატყუებთ. მე ყოველ შემთხვევაში არა მაქვს ამის იმედი, რომ ეს პიროვნება ნაბიჯს გადმოდგამს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, თუნდაც იგივე ფილმებით, წიგნებით და 1000 სხვადასხვა ისტორიული გამოცდილებით, რომ მეფეებს, ხელმძღვანელებს და ასე შემდეგ უწევდათ საკუთარ პირად სურვილებზე უარის თქმა, იმის გამო, რომ მაგალითად დაიცვათ ვიღაცისგან ან რაღაცისგან მათ დაქვემდებარებაში მყოფი ხალხი, ხო, თუ მეფეებზე ვისაუბრებთ და იღებდნენ მათი პირადი სურვილის საწინააღმდეგო, მაგრამ საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. აი დაახლოებით ეგეთი სიტუაცია გვაქვს აქ პირველ ვარიანტთან. თუ გამოგეხმაურათ, თუ რეზონირდა და აუცილებლად დამიწერეთ ჩემო ძვირფასებო კომენტარებში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ იყავით ჩემთან ერთად. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტთან, ვინ მოვიდა, ვინ ჩაიფიქრეთ. რა ენერგია ჩაიფიქრეთ თქო და ჩაიფიქრეს კვერთხების ტუზი. კვერთხების ტუზი ენერგია ბედის რჩეული რო იტყვიან, ესეთი ადამიანი ყავთ ჩაფიქრებული, უხილავი ხელი, ესეთი ტერმინი არსებობს ეკონომიკაში, რაც ნიშნავს მოთხოვნა მიწოდების ბალანსის დაცვის შესაძლებლობას, ასე განსაკუთრებული პერსონების ჩარევის გარეშე. ანუ ადამიანი არის ზუსტად ესეთი, რომ მისი ფიზიკური ჩარევის გარეშე ეს ადამიანი ახერხებს, რომ დაიცვას წონასწორობა, რომ მიიღოს მისაღები, რომ მაინც კონდეს აი რაღაცა, რაც აკლია იმის შევსების ალტერნატივები კონდეს და მოიძიოს. აი ესეთი პიროვნება გყავთ თქვენ ჩაფიქრებული. ეს ადამიანი არის ძალიან ნიჭიერი, ამავე დროს ძალიან ქარიზმატული, იდეებით სავსე და თითქოს როგორ იცით, აი რაღაც სამყაროს რჩეული, აი ფორტუნას რო უყვარს, ბედიღბალს რო უყვარს, ესეთი ადამიანია, ესეთი ენერგიის მატარებელი პიროვნებაა ის, ვინც ჩაიფიქრეთ. ნახოთ ახლა რა არ ყოფნის აი ესეთ ადამიანს ერთი შეხედვით ყოვლის შემძლეს აი ამ ურთიერთობაში, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. ნახოთ რა არ ყოფნის. თასების მეფე ისევ მოვიდა, 5-იანი თასები და 6-იანი ხმლები. რა არ ყოფნის? სიყვარული არ ყოფნის, ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანს არ ყოფნის სიტუაცია, სადაც იცით რა არის? შეიძლება იმდენად სოციალური ადამიანია, იმდენად ბევრ ადამიანს ეკონტაქტება, ეურთიერთება, აი რაღაც აქტიური ტიპია, რომ აი თითქოს რაღაცა არ ყოფნის დრო და შესაძლებლობა ან სივრცე, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეს, იფიქროს იმაზე, რა უნდა თვითონ. თუნდაც აი მოიწყინოს დეპრესიაში ყოფნა უნდა, რაღაც განმარტოება უნდა, რაღაც საკუთარ შიშებთან შეხვედრა უნდა, ხო? ვერა აქ ამ ადამიანს აი ამისი ფუფუნება ცხოვრებისეულად. შეიძლება იცით რა არის? არ აძლევს საკუთარ თავს ამის უფლებას. არ აძლევს საკუთარ თავს ამის უფლებას. მეორე ვარიანტი, ბოდიში. ნახოთ აბა კიდე ერთი რას გვეტყვის, რა არ ყოფნის ამ ადამიანს ურთიერთობაში.
მეორე ვარიანტი მაჩვენე რა არ ყოფნის ურთიერთობაში. და არ ყოფნის. არკანი სამსჯავრო, არკანი 7-იანი კვერთხები და არკანი მთვარე. იცით რა, ჩემო ძვირფასებო, აქ არის სიტუაცია, თითქოს აი ამ ადამიანს, აი წეღანაც რო გითხარით, განმარტოების შესაძლებლობა არ აქვს. აი რაღაცა ძალიან აქტიურია, ყველა ითხოვს მის ჩარევას, მის დასწრებას, მასთან კომუნიკაციას, მასთან ურთიერთობას და ეს ადამიანი აი დაიღალა. შეიძლება ითქვას, კი, არკანი კოშკის ენერგია მოვიდა, ძალიან დაღლილია. არკანი იმპერატორი ისევ და ცხრიანი, აი ყველა ითხოვს თქო და ცხრიანი კვერთხები. ნახეთ როგორი ცხრიანი კვერთხები ამ დასტაზე გამოსახული, აი ქალი, რომლის ქვეშაც ზისა ეს ბავშვი, ну, თვად ბავშვიც არ არის პრინციპში, იმიტომ რომ ჩლიქები აქვს, რაღაც ნახევრად ადამიანი არსება და ევედრება რაღაც. ანუ ყველა მისგან ითხოვს რაღაცას. არ ყოფნის ამ ურთიერთობაში ის, რომ დარჩეს საკუთარ თავთან, უსმინოს საკუთარ სურვილებს და იმოქმედოს საკუთარი სურვილების შესაბამისად. ანუ ძალიან ისეთია მისი ცხოვრება. სხვა შორის პირველი ვარიანტი შეიძლება მეორე ვარიანტზე გადმოვიდა. საერთოდ არ გამოვრიცხავ ამასაც და მეორე ვარიანტი უსმინეთ პირველ ვარიანტსაც აუცილებლად და ნუ თუ პირველი ვარიანტიც მისმენთ, შესაძლოა იყოს ესეთ შემთხვევა, რომ გაგრძელებად გამოდგეს მეორე ვარიანტი თქვენი გაშლის, წინა გაშლის, ხო? რა არ ყოფნის და როგორც უკვე ვთქვით, აქ არის თვით ჩაღრმავების საკუთარ თავთან, საკუთარ სურვილებთან ავთენტურად ყოფნის დეფიციტი. აი არა აქვს დრო ამ ადამიანს, რომ იფიქროს მას რა უნდა იმაზე. კი, აი 7-იანი თასები, აი ნახეთ, არა აქვს თქო და ამ მოვიდა პირდაპირ აი ადამიანი, რომელიც არჩევს რაღაცებს, ეს მინდა თუ ეს მინდა. არა აქვს ამ ადამიანს ამის არჩევანის არც უფლება აქვს და არც მოცემულობა. 8-იანი თასები, კი ბატონო, აი და არკანი ეშმაკი ზუსტად მოვიდა ის, რის თქმაც მინდოდა. ეს არის მიჯაჭვული, დაბმულია იმ სიტუაციაზე, ეს პიროვნება, იმ გარემოებებზე, რომელიც მის ირგვლივ არის შექმნილი და ვერ ცვლის ვეღარაფერს. არა აქვს და შეიძლება რაღაც მომენტში შეიძლება უნდოდეს, რომ ადგეს და მიატოვოს ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ და არ ხერხდება. არის ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ზუსტად ამ დანიშნულებით მოვიდნენ, რომ იზრუნონ გარშემომყოფებზე და დაიცვან გარშემომყოფები, იმიტომ რომ ამ ადამიანს, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ხო, ზუსტად ესეთი რაღაცა თითქოს აი განსაკუთრებული მისია აქვს, რომ საკუთარი თავი, საკუთარი მე პერსონალიზაცია აქ ძალიან ნაკლებად არის ანუ ესეთი აი პრიორიტეტული არის უფრო სხვები, აი ესეთი სიტუაცია. აუცილებლად უსმინეთ მეორე ვარიანტი პირველი ვარიანტის გარჩევასაც და აქვე შეგახსენებთ ჩემო ძვირფასებო, კიდე ერთხელ გამეორდები ვიდეოს დასაწყისში თქვი, მაგრამ ახლაც ვიტყვი, რომ ერთი კვირის განმავლობაში მოქმედების განსაკუთრებული ფასდაკლება. დეტალებზე მომწერეთ პირად შეტყობინებაში და ყველაფერს აგიხსნით. მეორე ვარიანტი ასევე გთხოვთ, რომ თუ რეზონირდა თქვენ შემთხვევაში ეს კონკრეტული გაშლა, აუცილებლად დამიწერეთ. ნახოთ მესამე ვარიანტთან ვინ მოვიდა ჩვენთან, ვინ მოვიდა, რა ენერგიის მატარებელი ადამიანი მოვიდა. 6-იანი ხმლები. ადამიანი, რომელიც მუდმივად გადაადგილებაშია, ესეთი ადამიანი მოვიდა. ადამიანი, რომელიც მუდმივ ძიებაშია, უყვარს სიახლეები, უყვარს ახალი ტერიტორიების, ახალი ადამიანების გაცნობა, ათვისება, დაგემოვნება, ძალიან ქარიზმატულია, ძალიან გამბედავია, ძალიან ნიჭიერია ეს პიროვნება, რომელიც ჩაიფიქრეთ და აი თითქოს რაღაცნაირი აი
როგორ გითხრათ, მოუხელთებელი პიროვნება, აი დღეს რო აქ არის, ხვალ იქ არის, აი ესეთი სიტუაცია და არაორდინალურია ეს პიროვნება, აი თვითონ ქმნის თავის როგორ გითხრათ, აი თავის სიტუაციას კი არ ქმნის, იმ სიტუაციამდე მისასვლელი გზა არის აი ესე მისი ინდივიდუალური გამოცდილება. აი დაუშვათ შეიძლება ადგეს და ჩათვალოს, რომ ველოსიპედი კი არის გამოგონებული, მაგრამ კიდე უნდა გამოიგონოს ველოსიპედი რაღაცა სხვანაირი მეთოდით. აი ესე უნდა წავიდეს თითქოს, ხო? აი ესეთი რაღაცა არის. ვნახოთ კიდევ როგორი პიროვნება პრინციპში გითხარით. ვნახოთ ახლა რა არ ყოფნის აი ამ ურთიერთობაში ამ ადამიანს. რა არ ყოფნის. მაჩვენეთ აბა. რა არ ყოფნის. ჩაფიქრებულ ურთიერთობაში. ჩაფიქრებულ პიროვნებას. აი არკანი სამყარო მოგზაურობა გითხარით და ეს ერთ-ერთი მოგზაურობის აღნიშნული არკანიც არის. კი ბატონო, რვიანი ხმლები და არკანი სულელი. ჩემო ძვირფასებო, აი მე გითხარით, რომ ეს ადამიანი არის ძალიან აი სულელის მდგომარეობით, სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ახლა ეს არკანი აქ რომ მოვიდა და არკანის სამყარო. იმიტომ რომ არკანის სამყაროს შემდგომი არკანი არის ზუსტად არკანის სულელი და ეს არის ტაურის არკანების იერარქიაში ორი უმაღლესი არკანი ფაქტიურად ბოლოს მდგომი. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანი როცა ამ ენერგიით ამოდის, ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს რეალურად, აი უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, მაგრამ ყველა ახალ ჯერზე თითქოს ეს გამოცდილება უნდა რომ მოიცილოს და დაიწყოს ახალი მოგზაურობა. ანუ არ ყოფნის ზუსტად ის, რომ მუდმივად ძიებაშია, მუდმივად უნდა სიახლეები. ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთ ადგილას ვერ გააჩერებთ და თუ გააჩერებთ, ჩავარდება ძალიან დიდ დეპრესიაში. იმდენად დიდ დეპრესიაში, რომ შეიძლება მე გაგიჭირდეთ ამ დეპრესიიდან მისი ამოყვანა. აი ნახეთ, აი ეხლა შეიძლება არის ზუსტად ესეთ სიტუაციაში ეს ადამიანი, ანუ რვიანი ხმლების ენერგია, ანუ მისგან დამოუკიდებლად ის ვერ ახერხებს მისი სურვილების დაკმაყოფილებას, აი მისი მაძიებლური ბუნება არ არის დაკმაყოფილებული და სწორედ ასეთი ილუზიური განცდები და დამოკიდებულებები შეიძლება კონდეს ამ პიროვნებას. ვნახოთ კიდევ რა არ ყოფნის, ვნახოთ აბა რა არ ყოფნის კიდევ. მესამე ვარიანტი. რა არ ყოფნის ურთიერთობაში. ვნახოთ აბა რა არ ყოფნის. არკანი ქურუმი ქალი. ოთხიანი ხმლები და ოთხიანი პენტაკლები. იცით რა არ ყოფნის? აი არ ყოფნის თითქოს აი ბევრი აქ ნაკითხი. ოთხიანი ხმლებიც ნახეთ, აი დაიღალა ადამიანი ამდენი კითხვით, რაღაცა ინფორმაციის მიღებით, აქაც ქურუმი ქალი გამოსახულია წიგნით ხელში, ესეც კითხულობს. ოთხიანი პენტაკლებიც აი თითქოს რაღაცა სტატუსიანი პიროვნება. ანუ ნახეთ როგორი სიტუაცია, ადამიანს რეალურად აქვს შესაძლებლობა კონდეს რაღაცა გარკვეული ტიპის მიღწევები. და შეინარჩუნოს ეს მიღწევები და იყოს კმაყოფილი ამ მიღწევებით, მაგრამ ვინაიდან ეს პიროვნება არის ძალიან მაძიებელი, ძალიან მოძრავი, მოუხელთებელი, ხო? თითქოს არ ყოფნის უნარი რომ დადგეს რაღაცა, აი დაასრულოს შეიძლება დაწყებული საქმე. ესეც შეიძლება იყოს. კი. არკანი განდეგილი მოვიდა აქ. ჩამოკიდებული კაცი და ორიანი თასები. ვარა, საინტერესო გარჩევა. არ ყოფნის შესაძლებლობა
ჩემო ძვირფასებო, რომ აი ჩამოყალიბდეს, რაღაცა არჩევანი გააკეთოს და იმ ერთ არჩევანს მიყვეს. თითქოს იცით რა არის, ეს თქვენი ბრალი სხვათა შორის არ არის. ურთიერთობაში არ ყოფნის, თითქოს რაღაცა ორი ადამიანის კომბინაციით შეიძლებოდა გვემსჯელა კითხვიდან გამომდინარე, რომ აი თქვენ შეგიძლიათ ეს შეავსოთ, მაგრამ ამას თქვენ ვერაფერს ვერ უზავთ. ეს მისი პიროვნებაა და აი არა აქვს ეს უნარი, ხო არსებობენ აი რაღაცა მუდმივად მაძიებელი, მარადმწვანე პიროვნებები, ნუ როგორც ქალები, ისე კაცები, ხო? აი მარადმწვანე ტიპია, სულ რაღაცა ახალი ის უნდა, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. უბრალოდ უბედურება რაშია, თუ შეიძლება ესე გავაჟღეროთ, ხო, რომ არ ითვალისწინებს ამ თავის გამოცდილებას არასდროს. და ყოველთვის ახალი სიტუაციის დროს მიდის მიდის ახალი გზით. აი ნახეთ, ხა არკანი, სულ მაღალი არკანები მოდის, არკანი სამსჯავრო, არკანი მზე და ისევ ორიანი კვერთხები. ამ დროს არის აი როგორიც ქუდბედიანი პიროვნება, შეიძლება ესე ითქვას რა. ქუდბედიანი ადამიანია, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ იყოს აი არკანი ძალა, გიждები. 10-იანი თასები და თასების რაინდი. კი, ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ იყოს ძლიერი, იყოს შემდგარი. მე ვერ ვიტყოდი, რომ აქ იცით რა არის, რამის დეფიციტი არა. ადამიანი ცხოვრობს იმ ცხოვრებით, რაც უნდა. ანუ არაფერს შეცვლა ამ ადამიანს არ უნდა და არ შეიძლება თქვენ მიგაჩნიათ, რომ რაღაცა არ ყოფნის, ან რაღაცა უნდა აუცილებლად შეცვალოს, მაგრამ არ უნდა ამ ადამიანს არაფრის შეცვლა და პრინციპში მე ვერ ვიტყოდი, რომ აქ უკმაყოფილოა იმით, რაც აქვს. ყველას უნდა გქონდეს იმისი შესაძლებლობა, მინიმუმ არჩევანის დონეზე მაინც, რომ გქონდეს ის, რაც მას უნდა. და ამ პიროვნებას აქვს ის, რაც მას უნდა, უბრალოდ რაღაცა ეხლა თითქოს მიჯაჭვულია სიტუაციაზე, რომელიც მას არ უნდა და ეს არ ყოფნის ზუსტად, აი მეტი თავისუფლება, მეტი მოძრაობა, მეტი მოდი ინგლისურ სიტყვას გამოვიყენებ, action-ი, აი რაღაცა ისეთი აი მიდექი-მოდექი სიტუაციები აკლია და ეს ნამდვილად არ ყოფნის. აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო, 3 ვარიანტის გარჩევა. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. იმედი მაქვს, რომ რეზონირდა ეს კონკრეტული საჯარო გაშლები თქვენ შემთხვევაში. გელოდებით ყველას კომენტარებში. გისურვებთ ბედნიერ დღეს. ასევე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით და მოკლედ შევხვდებით უახლოეს მომავალში. დროებით.